უკვე 60 საათია, რაც ინდოეთის ნაგვის ქალაქში ვცხოვრობ და რაც უფრო დიდხანს ვრჩები აქ, მით უფრო ხვდები, რომ სწორ გზაზე ვარ. კარგი ვქენი, რომ საკუთარ თავს ეს გარემო შევქმნი. ეს ქაოსი, ეს ხმაური, ეს ბინძურე. ზუსტად ისაა, რაც ახლა მჭირდებოდა. მინდოდა საკუთარი თავის გამოწვევა? ხოდა მივიღე. მაგრამ თავარი კითხვა ისევ დაჩენილია. მომიმატებს კი ეს ყველაფერი თავდაჯერებას. ეს ვიდეო არის წინა ვიდეოს გაგრძელება. წინა ნაწილში მოგიყევით, თუ რატომ გადავწყვიტე საერთოდ ინდოეთში ჩამოსვლა, როგორ აღმოჩნდა ჩემი საცხოვრებელი პირდაპირ ნაგვის ქალაქში, როგორ მოვიარე სრულიად მარტო ინდოეთის უდიდესი ღარიბული დასახლება, დარავი და როგორ დავამყარე კომუნიკაცია უამრავ ადგილობრივთან. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ მე მოგზაურა რთულ პირობებში და თუ ამ გარემოში ადაპტირება შევძლებდი, თავდაჯერებაც მომემატებოდა. ჩამოსვლის დღიდან ამ მომენტამდე ჯერჯერობით კარგად ვართმევ თავს ამ ყველაფერს. ნელ-ნელა ვადაპტირდები გარემოსთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გრძნობდი, რომ დარავის მხოლოდ ზედაპირი მქონდა ნანახი. ჯერ კიდევ იყო დარჩენილი რაღაცეები, რაც არ მქონდა აღმოჩენილი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყავი იქ. ამჯერად მინდოდა უფრო სიღრმისეულად გამომეკვლია იგი, როგორ მუშაობს რეალურად ეს ნაგვის ქალაქი, როგორ ხდება ნაგვის გადამუშავება. გარედან ეს ადგილი უბრალოდ ქაოსად ჩანს, მაგრამ მე კითხვა მაქვს, შეიძლება კი ასეთი რთული გარემო, პიროვნული ზრდის ადგილიც იყოს. ამ ყველაფრის გასაგებად დავჯავშნე გიდი და წავედი მასთან შესახვედრად. სანამ იქამდე მივალ, მუმბაის მეტროთი მგზავრობა უკვე თავად გამოცდილებაა. მატერებლით გადაადგილება ყველაზე სწრაფი და იაფი საშუალებაა ინდოეთში. ოღონდ პიკის საათებში აქ არავის ურჩევ მგზავრობას. მეტროდან გამოსვლა იყო ერთი ბრძოლა, ეს სად ვიყავი და ხალხი კიდევ ვერ შევიდა მეტროში. ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ თავად შეიგრძენით მუმბაის სატრანსპორტო სისტემა. ამასობაში მოვედი დანიშნულების ადგილას. აი ეს ახალგაზრდა გოგო იქნება ჩემი გიდი დღეს. მისი სახელია ვარშა, 21 წლის არის. ზეპირად იცის საკაურობა. ამავე დასახლებაში დაბადებული და გაზრდილია. პირველი რაც მან ამიხსნა, იყო ის, რომ დარავი იყოფა ორ ნაწილადო. ერთი საწარმოო ზონა, სადაც ხალხი მუშაობს და მეორე საცხოვრებელი ზონა, სადაც ოჯახები ცხოვრობენ. როგორც უკვე გითხარით, ეს დასახლება გახლავთ მუმბაის და ზოგადად ინდოეთის ყველაზე დიდი ღარიბთა უბანი, ეგრეთ წოდებული სლამი. იგი მსოფლიოში სიდიდით მესამეა. ჩამორჩება მხოლოდ პაკისტანის და მექსიკის დასახლებებს. ოფიციალური მონაცემებით აქ 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არაოფიციალურად კი თითქმის 2 მილიონი. დარავიში მთელი ინდოეთის სხვადასხვა ადგილებიდან გროვდება ნაგავი, ხდება მისი დახარისხება და შემდეგ გადამუშავება. სწორედ ამიტომ ეძახიან ასეთ დასახლებებს ნაგვის ქალაქებს. როცა სიტყვა სლამს გავიგონებთ, ხშირად თვალწინ წარმოგვიდგება მხოლოდ ქაოსი. მაგრამ რაც უფრო დიდხანს დავდიოდი აქ, მით უფრო ხვდებოდი, რომ ეს უბრალოდ ნაგვის ქალაქი არ იყო. ეს იყო კარგად მოწყობილი სისტემა. ქალაქი ქალაქში. პირველ რიგში ხდება ნაგვის გადარჩევა და დახარისხება. თავდაპირველად მოვედით პლასმასის გადამუშავების ადგილას. So here you can see different kinds of industry producing different kinds of stuff, but the basic industry here in Dharavi is recycling factory. So this plastic is not only from India, it's from all over the world. All over the world? All over the world. We recycle 9% of the world plastic here. Okay. So it's a big quantity of the plastic we recycle. Yes.
So inside this there is plastics. Yeah, all plastics. And these plastics will be recycled, right? Recycled. ახარისხებენ პლასმასებს ფერების მიხედვით. დიდ დეტალებს აკუცმაცებენ პატარა ნაწილებად. And here, They are crushing the particles of the plastic. Crushing machine, crusher machine. That's crusher machine. They are crushing the plastic there. You can see. There you can see they have 7 plastics. So according to the sound of the plastic, they separate the plastic. into they the are sorting. according to the averages. Hello. So Hello. here you can see the brown bars. Any idea what they are making over here? Is this wood? No, it's chocolates. Chocolate? No, I'm just joking. It's not. If I say it's a chocolate, you are not able to eat No, chocolates here for it's sure. look like wood. No. wet it's wood. Red wood. Wet. This is soap. Soap? A dishwashing soap. Oh, okay. But how they're making? They have a container inside. You can have a look from here and transfer in that molding. After molding, it's become 100 kg, a big bar like this. Then they cut into small cubes there like this, and then they pack. After packing the soap, it's like this all packed soap goes in the wholesale market. This soap you also find in the global market. If you buy this soap in any other country, you have to pay 125 rupees for each bar. But in India, it's only for 10 rupees. And this is Packed already one. packed one. Already ready. ასევე აქ ხდება ქსოვილების წარმოება. Hello. მათი შეღებოა. Transfer the color from the water to the clothes. The color they are using, it's mostly chemical color. They also use the natural color, but it's up to the demand of the company. Demand of? Demand of the company, whichever company they are coloring the clothes. You can see the sample in the side. Yeah. They have sample, so they have to match the color. Once Yes. it's matched the color, they will give for the drying. Upstairs they do the drying process. აი აქ ხდება ჩანთების დამზადება. აქვეა კარდონის გადასამუშავებელი ადგილიც. And the cardboard, like the boxes for the packaging, it's also recycled boxes. Also for packaging. It's also recycled cardboards. All the thing you see here is recycled. And what is this person is doing? He What is is this doing person? the stitching. Stitching. ამ მომენტში ვარშა მიხსნის, რომ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ინდური ფილმის მონაკვეთი სწორედ ამ ადგილესაა გადაღებული. თუ არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ უყუროთ. Can you tell me one more time? So this place It's like Was- when the boy was running, the small boy was running from the policeman, and the policeman was chasing him in that movie. In just the starting. Slumdog Yeah, Millionaire. Slumdog Millionaire. So that's shooted over here. Okay. It's changed a lot, but when you watch the movie, maybe you're gonna remember this area. Yes. I love this movie. I watched second time before I came to India. So you remember it, like you have the fresh memory of that movie. Yes, I have fresh memory. I remember that scene that we are talking about. საინტერესოა ის, რომ აქ ყოველ დღე ტონობით ნაგავი შემოდის, უსიცოცხლო მასა, მაგრამ საბოლოოდ თითოეულ დეტალს ისევ ახალ სიცოცხლეს აძლევენ. ქაოსი წარმოშობს შედევრებს. და ვფიქრობ, ალბათ ადამიანიც ასეა. ზოგჯერ რთულ გარემოში უნდა მოხვდე, თითქოს ცოტა დაიშალო კიდეც, რომ მერე თავიდან ააწყო საკუთარი თავი. ვაკვირდებოდი აქ მომუშავე ადამიანებს და ვამჩნევდი, რომ ესენიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი ბრძოლებით, გეგმებით და მიზნებით. მაგალითად, ჩემი გიდი სტუდენტია და ბიზნესს სწავლობს. პარალელურად კი გიდად მუშაობს და ჩემი აირ ვიზიტორებს აცნობს თავის უბანს. მის მიზანია, რომ ფინანსისტი გახდეს საბანკო სფეროში.
სიმართლე გითხრათ, ვარშავაში ჩემ თავს ვხედავდი. მე განზრახ ჩამოვედი ამ თულ გარემოში. ის კი უკვე აქ დაიბადა. მე თავდაჯერების ასამაღლებლად ჩამოვედი აქ. ის კი ამ გარემოს მისი ოცნების ასაშენებლად იყენებდა. ალბათ ფიქრობდით, რომ აკაურობა სახიფათო და კრიმინალური იქნებოდა, მაგრამ უკვე მეორე დღე ამ დასახლებაში მოვდივარ და ასეთი რამ ერთხელაც არ მიგწვნია აქ ყოფნისას. მე თვითონაც ხომ ამ დაგვარ დასახლებაში ვცხოვრობ თან. ამ დასახლებაში შეგხვდებათ პატარა მაღაზიები, თმის სალონები, კვების ობიექტები, სკოლები, ტაძრები და რავი ყველაფერი. გასართობი მოედანიც კი. გადმოვედით უკვე საცხოვრებელ ზონაში. Easy, right? Easy. აი ეს არის სკოლა. სამწუხაროდ შიგნით დღეს ვერ შევედით, რადგან კვირა დღე იყო და დაკეტილი დაგვხვდა. They teach you 3 languages, Hindi, English and Marathi. Marathi. Marathi is the local language in Mumbai, but more than 300 children are studying here. And what is this? What is That's a temple. They are making the temple over there. It's under construction yet. Not finished. Maybe next year it's ready. შემდეგ ცოტა ხნით შევისვენეთ და შემომიყვანა პატარა მაღაზიაში, სადაც ადგილობრივი წარმოების ტყავის აქსესუარები იყიდებოდა. ამასობაში დავბრუნდით ისევ საწყის ადგილზე, გადავუხადეთ თანხა, სამახსოვროდ სელფებიც გადავიღეთ და დავიშალეთ. მოდი ახლა წავიდეთ და შედარებით მოწესრიგებული მუმბაი დავათვალიეროთ. შევადაროთ აკაურობა იმ გარემოს. მივდივარ, რა თქმა უნდა, მატარებლით. ასე გამოიყურება მუმბაის ცენტრალური რკინიგზის სადგურის შიგნიდან და აი ასე გარედან. რომ არ იცოდეთ, რომ ინდოეთში ვარ, ალბათ ვერც მიხვდებოდით, რომ ეს შენობა ინდოეთშია, ევროპულ არქიტექტურას გავს. მართლაც, ინდოეთი ხო ბრიტანეთის კოლონია იყო ადრე და აი ეს იგრძნობა ქალაქის ამ ნაწილში. ახლა მოძრაობ მუმბაის უფრო განვითარებულ ნაწილში, უფრო სუფთა ნაწილში. ეს დღეები ხო ვიყავი ახლა ღარიბთაობაში და ღარიბთაუბრიდან აი აქ რო გადმოდიხარ, იმხელა სხვაობას ამჩნევ და იმხელა კონტრასტი არის. ავი ახლა მგონია რავი ყველაზე სუფთა ქალაქში. არა და ეს ნაწილიც არ არის ახლა მკლად ისეთი სუფთა რო გადაირიო, მაგრამ Whoa, how's it going, man? Hello. Good. From Georgia. Nice to meet you. Yes, I like it. What's your channel called? It's Georgian name. I'm from Georgia and I'm making videos in Georgian, not in English. Jordan. Georgia. Where wine was invented. Sorry? Your country invented wine. Yes. Wine making. All the best. Thank you. You too. Have a nice day. ასე გადაწყდები ხოლმე კარგ ადამიანებს ქუჩაში. გამომელაპარაკა. იცოდა მოკლედ რომ საქართველოში პირველად ღვინო გაკეთდა და საამაყოს სიამოვნოა. შენ ქვეყანაზე რომ მოისმენს ეს რაღაცებს სიამოვნოა მოკლედ. Hello. How are you? Channel name? Meloti Mogzauri. It's Georgian name. მაგარი ხალხია, მაგრამ მევასწრებია. მანქანის სიგნალები აქაც უყვართ. ახლა გამოვედი მოკლედ სანაპირო ზოლთან.
მუმბაი მოგეხსენებათ არაბეთის ზღვასთან აქვს სანაპირო ზოლი და გადავიხედოთ, აბა, როგორი არის სანაპირო აქედან. But that is A little bit dirty, right? No problem. Like a magnet? No, thank you. It's a very ugly magnet, bro. It's a very ugly. The box is very pretty. The magnet very ugly. Where you from? ამ შენობას ეძახიან ინდოეთის კარიბჭეს. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო გარშემო. მივდივარ დაღლილი ისევ უკან, ჩემი საცხოვრებლისაკენ. ბოლო საათები იყო დარჩენილი ჩემი ღარიბ თაობაში ცხოვრების და საკუთარ თავში ვამჩნევდი, რომ ჩემი თავდაპირველი მიზანი, თავდაჯერება ამემაღლებინა რთულ სამოგზაურო პირობებში, საკუთარი თავის განზრახ ჩაგდებით და ამ გარემოსთან ადაპტირებით, ნელ-ნელა მუშაობდა. რა თქმა უნდა, 100 საათი, ანუ რამდენ ხანსაც მუმბაიში ვიცხოვრე, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დიდი ცვლილებები იგრძნო. მაგრამ ეს დასაწყისი იყო. ინდოეთში კიდევ რამდენიმე კვირა დავრჩები და ბოლო მომენტებში ვიგრძნობ, რომ იმდენად მომემატა თავდაჯერება, ქუჩებში სიარულისას საკუთარ თავს ხუმრობით ვეუბნეოდი. ახლა იმხელა თავდაჯერებას ვგრძნობ, რომ თავისუფლად შემიძლია მთა გადავდგა მეთქი. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ თავდაჯერება კომფორტში არ იზრდება. ის ქაოსში ყალიბდება.